ადამიანს როცა აქვს მუდმივი შეგრძნება, რომ ყელში რაღაცა აქვს და ან ლორწოს შეგრძნება და უნდა რომ ამოახველოს, მაგრამ ლორწოს არ არის. ზოგჯერ არის და ადამიანი ისტრესება ძალიან ამ დროს, იმიტომ რომ არის შეგრძნება, რომ როცა სასუნთქ სისტემაში რაღაცა არის და ის გაწუხებს სუნთქვის გაძნელება აქვს, სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთი ძალიან შემაწუხებელი სიმპტომია, თვეობით, ზოგჯერ წლობით ადამიანებს ეს აწუხებთ და ეძებენ ხოლმე რა არის მიზეზი, მკურნალობენ ხარას, სინამდვილეში მე შინაარად ყველაზე მეტად არის იყოს ფილტვები, იმიტომ რომ იციან რომ ფილტვებში რომ პრობლემა შეიქმნას, მე შეიძლება ფილტვები მუდმივად დაზიანდეს და ადამიანებს აწუხებთ ეს პრობლემა დიდად, ამიტომ ვისაუბრებ რა არის სინამდვილეში ბოლოს და ბოლოს, აი ყელში ლორწოს შეგრძნება რატო გვაქვს, რისი გაკეთება შეიძლება და როგორ უშველოთ ამას და რა არის რეალური მიზეზები. პირველ რიგში ორი მნიშვნელოვანი რამე უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომ თუ ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ხარ, თუ ზოგადად შეგიძლია რომ ჩქარი ნაბიჯი დიარო აღმართზე და რამე მნიშვნელოვანი პრობლემები არ გექნება, ანუ ზოგადად ჯანმრთელ ადამიანის კატეგორიას თუ მიეკუთვნები, სასუნთქის სისტემის მხრივ გულისხმობ ფილტვების მხრივ რა, თორე შეიძლება ადამიანს დაავადება ქონდეს დიაბეტი მაგალითად, მაგრამ ფილტვები ჯანმრთელი ქონდეს. ხო? და თუ შენთვის არ არის ცნობილი რაიმე ფილტვების დაავადება რაც გაქვს, მაშინ თუ გაქვს აი ეს ლორწოს შეგრძნება ყელში, პრობლემა ძირითადად უნდა ეძებო ან ცხვირში, ან უშუალოდ ყელში. თუ გაქვს ან ფილტვების დაავადება, ან დიხნის წეველი ხარ მაგალითად და გაქვს ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელზეც კითხეს რომ ქრონიკული ბრონქიტია მაგალითად, ან შენთვის ცნობილი ფილტვების დაავადება თუ გაქვს და ფილტვები დიდი ხანია გაწუხებს და პნევმონია ხშირად გემართება და სიცხეები და შეიძლება პნევმონიის გამო ჰოსპიტალში ყოფნაც მოგიწიოს. თუ ესეთი შენთვის ცნობილი პრობლემა გაქვს, მაშინ აი ამ ლორწოს პრობლემა უნდა ვეძებოთ ქვევით ფილტვებში. ეს არის წყალგამყოფი პირველი, რომ ან თუ ზოგადად ფილტვების მხრივ ჯანმრთელი ხარ, მაშინ ცხვირში და სინუსებში და ყელში ვეძებთ პრობლემას. თუ ფილტვები აწუხებს ადამიანს და ცნობილია მისთვის რომ ფილტვების დაავადება აქვს, მაშინ ქვევით ფილტვებში ვეძებთ პრობლემას. ეს არის ყველაზე მთავარი რაც ადამიანმა უნდა იცოდეს. მეორე მთავარი მის კონცეფცია რაც არის ხოლმე, რაც გონიათ რომ ესეა და ესე არ არის, რომ თუ კი ლორწოს შეგრძნება მაქვს, მაშინ უნდა იყოს ლორწოს და უნდა ამოვახველო. ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ხორხის ნერვები იყოს გაყივიანებული და გქონდეს შეგრძნება რომ ლორწოა, ზოგჯერ შეიძლება ნორმალური რაოდენობის ლორწო იყოს და უბრალოდ სქელი იყოს ვიდრე სხვა შემთხვევაში და ეს გიქმნიდეს ის კომპორტს და გქონდეს შეგრძნება რომ ლორწოა და ზოგჯერ შეიძლება მართლა ბევრი ლორწო იყოს და გქონდეს შეგრძნება ლორწოა და მისი ამოხელება გინდოდეს. ანუ სამივე ვარიანტი შესაძლებელია, ოღონდ სხვადასხვა მიზეზებისგანაა გამოწვეული, რა თქმა უნდა, მკურნალობაც შესაბამისად განსხვავებული აქვს. ყველაზე ხშირად რაც იწვევს აი ამ ლორწოს შეგრძნებას სასუნთქებში და ამოხელების სურვილს, ამ ხშირად ჩახველების სურვილს, ყველაზე ხშირად არის ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომს ეძახიან ამას. აქ მოკლედ რა არის გაერთიანებული ყველაფერი, რაც უკავშირდება ცხვირს და სინუსებს, თუ მანდ არის პრობლემა, ან ცხვირში და სინუსებში თუა პრობლემა და წარმოიქმნება ზედმეტი ლორწო, ვიდრე უნდა წარმოიქმნოს და მერე გადადის ყელში, ამას ეძახიან ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომს. და ეხლა ეს რა არის საერთოდ? თუ ხარ ალერგიული რინიტი თუ გაქვს მტვერზე თუ გაქვს ალერგია, ან სახლში შედიხარ და ჩემ ტვრის ტკიპებზე, ან ცხოველებზე, ან ობზე, ან მუდმივად ცხვირიდან ჩამოგდის, ან ჩაკეტილი ხარ ცხვირში მუდმივად, ან შეიძლება იყოს მაგალითად გარეთ ყვავილებზე და ეს თუ კი გაქვს ხშირად ცხვირში პრობლემები და შეგრძნება გაქვს, რომ ცხვირიდან რაღაცა უკან ყელში გადადის. უმეტეს შემთხვევაში ეს პოსტნაზალური დრიპ სინდრომია და უმეტეს შემთხვევაში აერთიანებენ აი ყველაფერს ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომში აერთიანებენ აი ამ მდგომარეობას და ანუ ეს ნიშნავს რომ ცხვირში და სინუსებში გაქვს პრობლემა მოკლედ და ცხვირს სჭირდება მიხედვა და ყურადღება, განსაკუთრებით თუ კი ეს ამოხელების და სასუნთქი გზების გაწმენდის სურვილი მაშინ გაქვს, როცა წვები განსაკუთრებით ეგ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ოღონდ ამ დროს ინფექცია არ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ანუ სხვა მხრივ სიცხე არ უნდა გქონდეს, არაფერი ისეთი, მაგრამ გაქვს შეგრძნება, რომ ცხვირიდან გადადის რაღაცა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგჯერ სახის გარემოში სიმძიმის შეგრძნება, შეიძლება ზეწოლის შეგრძნება, სისავსის შეგრძნება გქონდეს ადამიანს
ეგ სინუსიტია, სინუსიტსაც ახასიათებს. ან თვალების თაველი ხშირად გჭირდება და ალერგიული ხარ და თვალები, ეგეც ნიშანია იმისი, რომ ალერგიის გამოა ეგ ყველაფერი და მე ეს ზედმეტი ლორწო გადადის უკან ყელში და აღიზიანებს ხახას და მე მაგიტო არის რომ გაქვს შეგრძნება რომ მუდმივად გინდა გათავისუფლდეთ. ამ პრობლემას ახლა როცა პრობლემა ცხვირშია ლორწო გადადის უკან და მე იმის ამოხელება გინდა, ამას ვერ უშუალოდ რა თქმა უნდა ხელის სიროფები და მილიონ წამას იყენებენ ხოლმე ადამიანები ამ დროს და არაფერი არ შველის. ამ ყველაზე კარგი ამ დროს არის ანტიჰისტამინურები არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ლორატადინი, ცეტირიზინი, დესლორატადინი გაგიათ ესენი ალბათ და როცა ალერგია მცირდება, შესაბამისად ეს პოსტნაზალური დრიფ სინდრომიც მცირდება, ნაკლები ლორწო გადის უკან. ეგ არის ყველაზე მთავარი მკურნალობა და ცხვირის გამორიცხვა შესაძლებელია, ანუ სპრეები, ასევე ნაზალური სპრეები, ცხვირის სპრეებია, რომელთაც ცხვირის კორტიკოსტეროიდები ასევე რომელთაც ცხვირში ანთება მცირდება და ცხვირში ანთების შემცირება ნიშნავს რომ ეს დრიფ სინდრომი იგივე ზედასაც უნთქის ხველის სინდრომი შემცირდება. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ადამიანებს ხშირი ეს ჩახველების გაწმენდის სურვილი აქვს, ეს არის ლარინგოფარინგიალური რეფლუქსი, ესე ქვია, ნუ ჟღერს რაღაც ლარინგოფარინგიალურად, მაგრამ მარტივია სინამდვილეში. აზრი არის ეგ, რომ კუჭიდან რო ამოდის მჟავა, ხო? ამას ჩვენ მჟავიანობაც ვეძახით და გულზმარვას ვეძახით ზოგადად, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ეს მჟავა და კუჭის პეპსინი ის სეკრეტი კუჭის გამოიყოფა ისე მცირე რაოდენობით, ან ისე რომ სიმპტომებს არ იწვევს, ამოდის ზევით, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ხორხს და ხახას აღიზიანებს და ჩვენ გვაქვს მუდმივად შეგრძნება, ზოგჯერ რაღაც გეგონება რაღაც გაჩხერილი ყელში, ზოგჯერ ხმის შეცვლის, გინდა რომ ამოახველო, გინდა რომ გაიწმინდო და არაფერი შეიძლება არ იყოს მიუხედავად იმისა, რომ გაქვს ლორწოს შეგრძნება ყელში, შეიძლება ესეთი არაფერი არ იყოს. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად არის, რომ ექიმები უკვე ყელის გაწმენდის შეგრძნება აქ ადამიანს და ამოხელება უნდა ყველაფერს ეძახიან, რომ ეს მჟავის გამოა და მკურნალობენ და შედეგი არ აქვს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავალოთ ზღვარი, რომ ანუ ყველაფერს ეს ლარინგოფარინგიალური რეფლუქსი არ უნდა დაუძახოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ომეპრაზოლზე, მოკლედ პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორებზე უნდა ჰქონდეს რეაქცია. თუ ომეპრაზოლზე რეაქცია არ აქვს, ძალიან მაღალი ალბათობით ეგ არ არის. ან თუ დალევ თქვათ 1 კვირა, 2 კვირა პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორებს და არ გაუმჯობესდება სიმპტომები, მაშინ სავარაუდოდ არ არის ეს რეფლუქსი და მჟავა არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგ არის ხოლმე. ხო, ნუ კლასიკური სიმპტომები სხვა ზოგადად ამ რეფლუქს კლასიკური სიმპტომებია გულდმარვა, განსაკუთრებით რეგურგიტაციის შეგრძნება, რომ თვითონ საჭმელი ამოდის უკან, განსაკუთრებით რომ დაწვევი, განსაკუთრებით ალკოჰოლს რომ მიიღებ, საღამოთი თუ ადრე მაგალითად ჭამე და დაწექი მალევე ესეთ დროს და განსაკუთრებით როცა თუ ჭარბწონიანი ადამიანი ეგეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ შეიძლება ეს სიმპტომები საერთოდ არ იყოს და ისე ამოდიოდეს მჟავა. აი ეს არის ყველაზე catchy მომენტი, ესე ვთქვათ, აქ რომ ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეიძლება ისე ამოდიოდეს, რომ სხვა სიმპტომები არ ქონდეს და გრძნობდე მარტო როგორც ეს ჩახველების სურვილს და ყელის გაწმენდის სურვილს და ამიტომ ყველაზე მთავარი ამ დროს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებია, როცა მჟავის გამოყოფას შეამცირებენ ისინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი ეგენი და 2-3 კვირის განმავლობაში უკვე შედეგი უნდა იქნო. თუ ვერ იგრძენი, ვაგრძელებთ ძებნას და სხვა რამეა. სხვა რამე რა შეიძლება იყოს? სხვა შეიძლება იყოს ასთმა მაგალითად კიდე. ასთმა ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ რაღაცა უნდა იხშობოდეს ადამიანი და ვერ სუნთქავდეს და უცებ თუ არ შეისხურებს იმას, ყველაფერი ცუდად არის, ესე არ არის. ასთმა შეიძლება იყოს, ესე ქვია, სხვა ტიპები არსებობს ასთმის და ერთ-ერთი ასთმის ტიპი არის ხველა ვარიანტული ასთმა, რომლის მთავარი ნიშანი არის ხველა და სულ არ აქვს ადამიანს ის ხმაურიანი ვიზინგი და რაღაცა ისეთი დრამატული ნიშნები, რომელთაც ასთმას ცნობენ ადამიანები ძირითადად, უბრალოდ შეიძლება ხშირი ჩახველებები ქონდეს და ხშირად ყელის გაწმენდის სურვილი ქონდეს და დრო და დრო მშრალი ხველა და მკერდში ზეწოლის შეგრძნება არ იყოს რაღაცა, არ იყოს ის რომ ნახველი არ ქონდეს მაინც და მაინც
შესაძლებელია რომ ეს იყოს ასთმა განსაკუთრებით თუ კი ვარჯიშის შემდეგ ვითარდება ხოლმე ცივ-ჰაერზე ვითარდება მტვერზე, სუნებზე, ღამე ან ვირუსული ინფექციების შემდეგ. ოღონდ შესაძლებელია რომ ზოგადად ბრონქების სენსიტიურობა იყოს და არა მაინც ასთმა, მაგრამ ყველა ვარიანტული ასთმა არ უნდა გამოერიცხოს. და მეორე მდგომარეობა, რომელიც ძალიან გავს აი ამ ასთმას არის არა ასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი, ესე ქვია, ну აზრი ახლა რა არის, რომ ეს ან ტერმინებმა არ უნდა დაგვაბნიოს ხოლმე, დიდი მნიშვნელობა მაგას ჩვენ შემთხვევაში არ აქვს. აზრი უნდა ვიცოდეთ, აზრი არის, რომ ბრონქების ანთება ხდება, ეოზინოფილების უჯრედები, ანთებით უჯრედები, იმუნური უჯრედებია ჩვენ და მათი მომატების გამო, ეგ არის აზრი. და ამ დროს რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება საერთოდ არ იყოს, სპირომეტრია გაიკეთოს ადამიანმა, არ იყოს და ორივე ეს ეოზინოფილური ბრონქიტი შეიძლება ქონდეს ადამიანს, ან ასთმა შეიძლება ქონდეს ყველა ვარიანტული ასთმა და არც ერთ შემთხვევაში სპირომეტრია გაიკეთოს და ნორმაში იყოს ყველაფერი და ექიმი ეუბნევოს, რომ შენ ასთმა არ გაქვს, მაგრამ ქონდეს ან ასთმა, ან ეს ეოზინოფილური ბრონქიტი. ორივე შემთხვევა ძალიან კარგად რეაგირებს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს და შესასუნთქი კორტიკოსტეროიდებია, რითიც ასთმას მკურნალობენ და მასზე აქვს ძალიან კაი რეაქცია. ამიტომ 2 კვირა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, შეისუნთქოს ყოველ დილით 2 კვირა კორტიკოსტეროიდები და ნახოს, თუ უშველა ესე იგი ასთმა იყო, ან თუ უშველა ესე იგი ეოზინოფილური ბრონქიტი იყო. თუ 2 კვირაში არ უშველა, აზრი არა გაგრძელებას, იმიტომ რომ სავარაუდოდ ასთმა არ იყო. ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა კონდეს. და აქვე არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ასევე რომელიც გავს ძალიან ამ ასთმას და ამ ბრონქიტს ნიშნებით ძალიან გავს ლარინგიალური ჰიპერმგრძნობელობა, ესე ქვია, ან ჩვევითი ამოხველების ციკლია ესეთი, რომელიც მუდმივად გინდა რომ ამოახველო. მუდმივად გაქვს ეს სურვილი რომ ამოახველო და ესეთი რაღაცა ხდება, რომ რაღაცის გამო დაიწყო. შეიძლება სიცივის გამო ეს სასუნთქი გზები ცოტა შევიწროვდა და მაგის გამო გაგიჩნდა, რაღაცის გამო თავიდან გიჩნდება, მოკლედ აზრი ეგ არის და მე მუდმივად გაქვს სურვილი რომ გაიწმინდო ყელი, ახველებ და რაც დრო გადის მე ეს ხორხი უფრო და უფრო ღიზიანდება და ხდება ანთებითი და სინამდვილეში შენი ამოხველების გამოა შეშუპება და სურვილი იმისი რომ ამოახველო და რაც მეტად ახველებ კიდევ უფრო მეტად გინდა და ამ დროს გამოსავალია თავს შეიკავებ და ყველაფერი ჩერდება. ანუ რაც მეტად ახველებ, მეტად გინდა რომ ამოახველო და გონია რომ რთულდება ეს ყველაფერი, მე მცირდება თუ კი თავს შეიკავებ. მეორე ვარიანტია კიდე რომ თითქმის ყველას ამ ბევრს ყოველ შემთხვევაში გაციების მერე გახველებთ ხოლმე, ხო? ან ცოტა მაინც შეიძლება და ამ ადამიანს შეიძლება ამ დროს დაეწყოს ეს ციკლი, რომ ანუ იმ მომენტში მართლა უნდოდა შეიძლება ხველა, მაგრამ მე გაგრძელს და მე თვითონ ხველით იღიზიანებს ხორხს და ახველებს კიდე იმიტომ რომ თვითონვე იღიზიანებს ხორხს. აი ძალიან ის არის საინტერესოა და ამ დროს ხო და შეიძლება ეს იყოს სტრესულ პერიოდებში, შეიძლება იყოს სხვა სიტუაციებში, სიცივეზე განსაკუთრებით, როცა ანუ ისეთ რეაქცია, ისეთ დროს იწყება, როცა ზოგადად სასუნთქი სისტემა ვიწროვდება, აი სიცივეში ვარჯიშის მერე მაგალითად ვარჯიშის დროს გაფართოებულია, მაგრამ მე ვიწროვდება განსაკუთრებით თუ სიცივეში ვარჯიშობს ადამიანი და ეს ხორხის ჰიპერმგრძნობელობა რეალურად პროვოცირებულია რაღაცით, რაც რეალურია, მაგრამ მე უკვე აგრძელებ შენ. ამიტომ აზრი მაგ დროს არის რომ გაწყვიტო ეს მანკიერი წრე გაწყვიტო და იმის ნაცვლად რომ ამოახველო ამოისუნთქო ძლიერად, აი დაახლოებით ისე როგორც შეუბერო იმას სანთელო ანთია რომ წარმოვიდო აი ეს ხო უბერავ დაახლოებით ეგეთი მოძრაობა რომ გააკეთო ყელიდან და ბრონქებიდან რომ გამოდევნო ეს ლორწო რომელიც შეიძლება მცირე რაოდენობის შეშუპება იყოს და გაწყვიტო ის წრე და აღდგება მე ჩვეულებრივ აღდგება ანთება შემცირდება ხორხში და აღარ მოგიწევს საერთოდ ეს ამოხელების პერიოდი და ერთი კარგი მომენტი რითიც შეიძლება გაარჩიო ეს ხორხის ჰიპერმგრძნობელობა თუ არა და შენი ბრალია თუ არა არის ის რომ თუ ძილისას მოკლედ უკეთესად გრძნობ თავს და ან როცა ნაკლებს საუბრობ მაშინაც თუ უკეთესად გრძნობ თავს
ჰყავს, ესე იგი ხორხის ჰიპერმგრძნობელობის ბრალია, მაღალი ალბათობით. და აი ამ იმით არის შესაძლებელი შენივე ქცევით არის შესაძლებელი ამის განკურნება, რომ არ დაიწყო ამოხელება და უბრალოდ სუნთქვით გაიწმინდო ხოლმე სასუნთქი სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ეს და არიციან და ბევრმა ექიმმაც არის ხოლმე ეს მომენტი და ამიტომ ამაზე გავამახვილე ყურადღება. არიან ადამიანები ასევე, რომელსაც აქვთ მშრალ ჰაერზე, მტვერზე, სუნზე, წამლებზე ეს რეაქცია და მე უნდათ რომ ამოახველონ და ესე. ხო, აი ეს შემთხვევა არის, როცა ეს მცლადასთმა არ არის, არც მცლად არაფერი არ არის, აი შუალედურია რა, რომ რაღაც ალერგიული რეაქციაა, მაგრამ იმდენად ძლიერი არ არის, რომ თქვათ ასთმათ დარეგისტრირდეს, მაგრამ ან ნიშნები იყოს ასთმის სერიოზული, მაგრამ იმდენად რომ რაღაცა სიმპტომებს იწვევს. არის ეს შემთხვევებიც არის, როცა მშრალ ჰაერზე ყელში ღიტინის შეგრძნება აქვს ადამიანს, მუდმივად რაღაცა ანთებით მედიატორები გამოიყოფა ესეთ დროს. ასევე ესე ვითარდება ხოლმე სხვა შორის წნევის წამლებს, ვინც იღებს, ზოგ ადამიანს აქვს მუდმივად ყელში რაღაცის გაჩხერების შეგრძნება, განსაკუთრებით AGF ინჰიბიტორებს, აი პრილებს ვინც იღებს, მოკლედ კაპტოპრილი და ლიზინოპრილი და რაღაცები. მაგებს ვინც იღებს, მაგათ აქვს ხშირად არა, მაგრამ ზოგ ადამიანს აქვს აი ყელში რაღაც გაჩხერის შეგრძნება, რადგან ანთებითი ინფლამატორების, მედიატორების სიგნალი იცვლება მაგ დროს და ამიტომ არის რომ აი ეს შეგრძნება აქვს ხოლმე, ამიტომ წამლის ეფექტია ეს ნოვიცოდეთ და ეს იწყება მას მერე რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე დღეში, რაც წამლის მიღებას იწყებს ადამიანი და ამით შეიძლება მიხვდე რომ წამლითაა გამოწვეული. გამოსავალი არის რა თქმა უნდა რომ ისა შევწყვიტოთ წამალი, ოღონდ რა თქმა უნდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სხვა წამლით უნდა შეიცვალოს. ეგ არის ხოლმე საუკეთესო გამოსავალი ეგეთ დროს. შეიძლება თუ არა რომ ეს ხშირი ხველა და ამოხელება იყოს სერიოზული რამით გამოწვეული, შეიძლება რა თქმა უნდა ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებით მაგალითად და ან რაც ძალიან სერიოზული მდგომარეობებია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მაგალითად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს სიმსივნე, ან ბრონქოექტაზია. ხო, ეგეთი შემთხვევები სამწუხაროდ ხდება, მაგრამ ხშირი არ არის. ამიტომ ახლა თუ კი შენ ხარ ადამიანი, რომელიც ზოგადად ჯანმრთელი ხარ, რაღაცა ისეთი რისკ ფაქტორები არ აქვს და ესე ამხელებები გაქვს, არ უნდა იფიქრო, რა თქმა უნდა, სიმსივნეზე და ეგეთებზე, როგორც წესი, მაგრამ თუ კი ახლა ადამიანს აქვს მაგალითად მოწევის ისტორია, არამწევლებს შეიძლება განვითარდეს სიმსივნე სამწუხაროდ, ასაკსაც აქვს მნიშვნელობა დიდ ასაკში უფრო მეტად და თუ კი მაგალითად ეს ყველა არ გადის, ყველა სისხლიანია და ესე, მაშინ რა თქმა უნდა დამატებითი კვლევებია საჭირო და ყურადღების მიქცევა საჭირო. ასევე ნახველი თუ აქვს ადამიანს, ანუ ამოხელება უბრალოდ ამოხელება კი არ არის, არამედ ნახველი თუა და ეს ნახველი შეღებილი თუა, შეფერილი თუა, სქელი თუა, ყვითელი თუა, მომწვანო. აქ არის კიდე ერთი რამე. ზოგჯერ შეიძლება როცა ძალიან ახველებ ადამიანი ახველებ და რაღაცა მოყავისფრო ხაზებივით გაყვებოდეს ამონახველს და ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ხორხის ჰიპერმგრძნობელობის შედეგად შენ თვითონვე რო იღიზიანებ ხორხს და რო ახველებ, მაგ დროს შეიძლება ძალიან ხშირად არაფერი არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ ახველებ ეგეც და ეგ რეალურად არის ის, რომ ამდენი ხელისგან ხორხი ღიზიანდება, მერე იქიდან ნაზი სისხლძარღვები ზიანდება, მიკროსისხლდანა ვითარდება, მერე ამ სისხლის ოქსიდაცია ვითარდება, რომ ამოახველებ მუქი ფერისა. მაგრამ ეგ განსხვავდება ნახველისგან, რომელიც ამოდის ბრონქებიდან და ფილტვებიდან. განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ოდნავ მუქად არის რაღაც მოსპილონძოის სფეროფრად არის შეღებილი და შედარებით მცირეა და როცა ახველებ აი ჩირკს გავს, უფრო მოყვითალოა ან მომწვანოა, ესეთი ფერი აქვს და უფრო სქელია და აი იგრძნობა რომ ამოხელებულია მოკლედ ბრონქებიდან და ის კიდე როცა უბრალოდ ხორხის გაღიზიანების შედეგია, ის შედარებით ნაზია. ხო, აი ეს მნიშვნელოვანია რომ გატარდეს რომ ეს ინფექციურია თუ არა. ასევე თუ ახლა ადამიანს სიცხე აქვს, სუნთქვა უჭირს, ფილტვებში
პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ჭირდება ყურადღება, შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, შეიძლება იყოს ბრონქოექტაზიაც, ანუ ძლიერი, ხო, სიცხე შეიძლება არ ქონდეს ბრონქოექტაზია ის დროს, მაგრამ ბევრი ნახველი ქონდეს და ნახველი იყოს შეფერილი და ბაქტერიებით სავსე და ასე შემდეგ, ანუ და ამას ჭირდება კონტროლი, რა თქმა უნდა და ესეთი შემთხვევები, როცა ან ნახველი ბევრია, ნახველი შეფერილია, ან ფერადია, ყვითელი ან მწვანე. ან თუნდაც ახლა სისხლიანიც თუ არის ნახველი, მაგასაც ყურადღება ჭირდება. შეიძლება ტუბერკულოზი იყოს, შეიძლება ფილტვების სიმსივნე იყოს, ოღონდ ეგენი, რა თქმა უნდა, ბევრი ხველისგან რომ უბრალოდ ყელი ან ხორხი გაღიზიანდება და ცოტა სისხლის პატარა ხაზია ნახველში, მაგაში არ უნდა აგვერიოს, ამიტომ ან არ უნდა დაშინდე განსაკუთრებით, მაგრამ უნდა იცოდე რა არის წითელი დროშები და რას უნდა მიაქციო ყურადღება. ზოგადად სისხლიანი ნახველი საყურადღებოა, თუ ახლა ძალიან ახველებდი და გაღიზიან და ხორხი, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ასევე ჩვეულებრივი ამბავია ეს ხველა ვირუსული ინფექციების მერე. ვირუსული ინფექციების შემდეგ 3-4 კვირის განმავლობაში ხველა ხშირია. ხველა თუ გაგრძელდა 8 კვირაზე მეტი, იმას ყურადღება ჭირდება. ანუ ყურადღებათ არ უნდა დატო, როცა 8 კვირაზე მეტხანს გრძელდება. და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ამბები არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ანუ შეიძლება ადამიანს კონდეს ცხვერში და ალერგიული რინიტი კონდეს, მაგრამ ასევე შეიძლება კონდეს ბრონქიტიც, ასევე შეიძლება მწეველი იყოს და ქრონიკული ბრონქიტი კონდეს. შეიძლება რომ ასევე ფილტვების ობსტრუქციული დაავადება კონდეს და თან კიდე სასუნთქი გზების გაღიზიანება. ანუ შეიძლება იყოს გადაფარვა და მარტო ერთი რამის მკურნალობა ვერ შველოდეს მეორეს და ამიტომ რჩებოდეს სიმპტომები. მაგალითად შეიძლება ადამიანს კონდეს ასთმა და შეიძლება კონდეს პოსტნაზალური რიფ სინდრომიც და შეიძლება მკურნალობ ასთმას და ამბობს რომ ასთმას მკურნალობ, მაგრამ არ უშველა. ხო, არ უშველა, იმიტომ რომ პოსტნაზალური რიფ სინდრომია. აი ეს არის. ანუ ეს გადაფარვები რომ არსებობს, ესეც არ უნდა გამოგვეპაროს. ანუ პირველი კითხვა, როცა ადამიანს აქვს აი ეს ლორწოს შეგრძნება ყელში, ის არ უნდა იყოს, რომ აი ეს რითი მოიშორო ლორწო, არა. პირველი კითხვა არის, რითია გამოწვეული, რა უშველო, როცა დაადგენ რა უშველო, მერე თუ რეფლუქსის გამოა ის მჟავიანობის შემცირება და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები გიშველის, თუ ცხვირია გამორეცხები და ნაზალური კორტიკოსტეროიდები გიშველის, თუ ყელია გაღიზიანებული და ჰიპერმგრძნობელობა ხორხის, უბრალოდ შეიძლება გაჩერდე და არაფერიც არა და არ ამოახველო უბრალოდ და მაგან გიშველოს, თუ ასთმა კორტიკოსტეროიდები გიშველის, თუ ბრონქიტია ზოგჯერ საჭირო ხდება ანტიბიოტიკები, თუ ბრონქოექტაზია მით უმეტეს ანტიბიოტიკებია საჭირო და ასე. ანუ თავარი არის რომ ვიპოვოთ მიზეზს და მერე მკურნალობა არის ბევრად უფრო ადვილი. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თუ წონაში იკლებს ადამიანი, ღამისოფლიანობები აქვს, სიცხე აქვს და პროგრესიულად სუნთქვა უჭირს, სასწრაფოდ ყურადღება ჭირდება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. ვისაც გსურთ დონაციების გაკეთება და არხის განვითარებაში მხარდაჭერის შეტანა, მაშინ აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები. თუ ისე უბრალოდ არ შეგიძლიათ დონაციები მაგალითად, მაგრამ სურვილი გაქვთ რომ არხი განვითარდეს, ამისთვის შეგიძლიათ უბრალოდ დალაიქოთ, გამოწეროთ არხი, დააკომენტაროთ. ნებისმიერი თქვენი აქტივობა დაეხმარება არხს განვითარებაში. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.